კაციც ადამიანია. გამარჯობა მეგობრებო, უკვე მესამე მესეჯი მომივიდა მსგავსი შინაარსის და აი სანამ სამსახურში შევალ გადავწყვიტე რომ პატარა ვიდეო ჩავწერო ამაზე, ვინაიდან მივხვდი რომ ბევრი ფიქრობს ასე. ესე იგი მეკითხებით რომ თქვენ მარტო ქალებს იცავთ, თქვენ მარტო ქალების ადვოკატი ხართ, არ შეიძლება მე მოგმართოთ, თუ მამაკაცები წერთ ამას და ძირითადად არის ხოლმე ესეთი შემთხვევა, როდესაც მაგალითად სარჩელი აქვს მიღებული ადამიანს და უნდა რომ შესაძლებელი მოამზადოს. რა თქმა უნდა, კაციც ადამიანია. უბრალოდ მე მივხვდი რატომ გაქვთ ასეთი წარმოდგენა, რადგან უფრო მეტად ხშირად ვსაუბრობ ხოლმე ქალთა და ბავშვთა უფლებებზე, ვინაიდან ვფიქრობ, რომ მათ უფრო მეტად ესაჭიროებათ უფლებების დაცვა. თუმცა ძალიან ბევრი შემთხვევაა, სადაც პირიქით ხდება, თითოეულმა მხარემ უნდა იმოქმედოს ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შემიძლია დაგეხმაროთ ასეთ და სხვა შემთხვევაშიც. თუ სოციალურ ქსელში დამიკავშირდებით, ვიდეოზე კომენტარის დამიწერეთ ხოლმე, რომ პირადი შეამოწმე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ფილტრავს და 90% საერთოდ არ მოდის ჩემამდე თქვენ მოწერილი მესიჯები. და მაინ კიდევ ყველაზე უკეთესი იქნება თუ მეილზე მომწერთ, მაგრამ ვიცი რომ მეილი უმრავლესობას არ გიყვართ. ელფოსტის გამოყენება, რატომღაც ვერ შევიყვარეთ ქართველმა ხალხმა.